ქართული მოდა და ზოგადად შოუ-ბიზნესი წლების განმავლობაში ქალბატონებს ეკავათ. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა, უფრო კონკრეტულად კი ლიკა ყაზბეგმა გადაწყვიტა მამაკაცებისთვის დაეთმო დრო და სიყვარულის დღეს აპირებს მისტერ ვალენტინი გამოავლინოს. როგორ ფიქრობ, ვინ გახდება ვალენტინი 2009? ეს არ ვიცი, ჟურის გადასაწყვეტი არის. კონკურსამდე დიდი დროა. იმედი გვაქვს ქართველი ფეისი მამაკაცები რეპეტიციებზე კიდევ კარგად ივარჯიშებენ, რათა საზოგადოების წინაშე მოდელების მსგავსად წარდგნენ და მაყურებლის სიმპათია დაიმსახურონ.